მოგესალმებით ყველას. უფლის კურთხევა და მადლი არ მოკლებოდეთ. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. მადლობა თითოეული თქვენთაგანისთვის, ვინც მოლოდინში ხართ, ვინც ხართ ყურადღებით, ხართ მზად, გული გიძგერთ ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ყველა იმ სულისთვის, ვინც უფალს ეძებს და ვისაც სურს გადარჩენა, ვისაც სურს უფლის ძიება, შეხვედრა მასთან და უფლის სულმა წარმართოს ეს მსახურება, ეს მოზიარეობა იგივე ჩვეულებრივ მსახურება არის ჩვენთვის. იცი თქვენ რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ლაივებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვერ მიხერხდება ლაივში გასვლა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი მსახურება ბევრჯერ მithქვამს რომ ჩემთვის არის ეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისგან წერილი მოდის, ბევრი ადამიანისგან დამოწმება მოდის, ბევრი ადამიანი ღებულობს შვებას, კურთხევას, იმედს ღებულობს, ბევრი ადამიანი შეიძლება პირადად არც მწერდეს, მაგრამ სხვა ადამიანების ასე რომ ვთქვათ ნალაპარაკები, მცხებთან ნალაპარაკები მოსულა ჩემთან უთქვიათ, რომ აი ადამიანები, რომლებიც ყურადღებით არიან და გისმენენ და ძალიან ბევრს ღებულობენ, ბევრი კარგი რჩევა არის მათთვის, ბევრ რაღაცას აკეთებენ ისე, როგორც სახარება ამბობს, ბევრ რაღაცაზე ინტერესდებიან, ბევრი რამ არის ისეთი, რაც მათ ცხოვრებაში შეიცვალა. არის ბევრი სხვადასხვა ისეთი კატეგორიის ადამიანები, ამიტომ მე ასუხისგებლობას ვგრძნობ, როცა ადამიანებისთვის არის კურთხევა, თითოეული ადამიანისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ თითოეული ჩვენთაგანი, რომ ადამიანების ცხოვრებაში მოვიდეს იმედი, კურთხევა, მადლი, წყალობა, ცვლილება, განკურნება, მოვიდეს სიტყვა, ცოცხალი, რომელსაც ძალა აქვს, რომელიც მოქმედი არის, რომელსაც აქვს ცვლილებების საშუალება, ძალა. ამიტომ სიტყვა, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის ცოცხალი, ეს არის მოქმედი და მისმა სიტყვამ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება. ამიტომ მადლობა უფალს თითოეული თქვენთაგანისთვის, მოლოდინისთვის, აი ამ საშუალებისთვის, რომ გვაქვს საშუალება გავიდეთ პირდაპირ ეთერში და მრავალ ათას ადამიანს გაუზიაროთ ის ცოცხალი სიტყვა, რომელიც არის შენით და ჩემით, ჩვენთვის მოსული, რომელიც იესო ქრისტემ ბეჭედი დაასვა, მის ცოცხალ სიტყვას, მის მოქმედებას, მის აღთქმებს ბეჭედი დაასვა ჯვარზე თავისი სისხლით გამოგვისყიდა მან. თითოეულ თქვენთაგანს მოგესალმებით, მე ვხედავ თქვენს კომენტარებს, ვხედავ თქვენს ემოციებს, უფალმა დაგლოცოთ, უფალმა გაკურთხოთ, სადაც ხართ და უფლის მშვიდობა, უფლის კურთხევა იყოს თითოეულ თქვენთაგანთან, როგორც გითხარით, მოახერხეთ დღეს ლაივში გასვლა. რაიონში ვართ, მაგრამ იცი თქვენ რომ ძალიან დაკავებული გრაფიკი გვაქვს, ხან სხვადასხვა ეკლესიებში მიწევს პირადად მისვლა, მსახურება, ასევე ჯგუფებში, ასევე ონლაინ მსახურებები, კვირას რა თქმა უნდა ჩვეულებრივ ეკლესიაში ჩამოდივართ და ეკლესიაში მსახურობთ, მე ისე უკან ბრუნდებით, მე კვირას საღამოთი 10 საათზე ემიგრანტებთან გვაქვს ჩართვა, იცით ეს დაახლოებით 4 წელია რაც 5 წელია რაც ემიგრანტებთან მსახურება გვაქვს, იცით თქვენ რომ ათენში ვართ რამდენჯერმე ნამყოფები, ნათლობა ჩავატარეთ, მსახურებებით ჩავატარეთ, ვიცნობთ იქაო ბორწმუნეებსაც, ეკლესიასაც, სხვა მსახურებსაც და მადლობა უფალს, უფალი აკეთებს ყოველივე ამას. მაგრამ ჩვენ ახლა არ ვართ სხვაგან ვართ საქართველოში და გვჭირდება რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი მნიშვნელობა არ აქვს, ასევე საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ეთნოსი ყველასთვის არის ღმერთის სიტყვა და დაე ღმერთის სულმა იმოქმედოს თითოეული ჩვენთაგანის გულში. ერთი რაღაც მინდა გითხრათ ძვირფასებო დასაწყისში, ერთი რაღაც რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ უბრალოდ ვინც ღმერთისგან რაღაცას ელოდებით, ვინც ღმერთისგან კურთხევას, შვებას ელოდებით, ვინც ღმერთისგან წყალობას ელოდებით, აი ამ წუთას, ან დღეს, ან საერთოდ უნდა გქონდეთ ამის რწმენა და ამის მოლოდინი, რომ ღმერთი აუცილებლად გიპასუხებს და ღმერთი აუცილებლად გაკურთხებს, ღმერთი აუცილებლად შენ ცხოვრებაში ჩაერევა და ღმერთი არის პიროვნება,
მამა თითოეული ჩვენთაგან ის, რომელიც იმედს არ გაგიწბილებს, ამიტომ შეგიძლია რომ ჩაჭიდო მის აღთქმებს ხელი. ღმერთმა გაკუთხოს, სადაც არის ხოლმე მოლოდინი, იქ ვლინდება ხოლმე ღმერთის სული და ღმერთის ძალა. სადაც არის ხოლმე მოლოდინი, იქ არიან ხოლმე მგრძნობიარე ადამიანები. სადაც არის გულწრფელობა, სადაც არის მართლა ღმერთზე დადებული იმედი, ზუსტად იქ მოქმედებს ხოლმე ღმერთი. სადაც ეჭვი არის, სადაც არ მოქმედებს არც რწმენა, არც მოლოდინი, არც ადამიანური, ასე რომ თქვა, ძიება და ადამიანური შუამდგომლობა თუნდაც ღმერთის სულის ძიება, სადაც ეს არ არის ხოლმე, იქ ღმერთის სული არ მოქმედებს ხოლმე და არ მიკვირს, იმიტომ რომ ვიცი ვის აკურთხებს ღმერთი. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, სხვადასხვა ადგილზე მოხდი, სხვადასხვა ეკლესიებში მოხდი და ხედავ ღმერთის სული, სად მოქმედებს რეალურად, სად არ მოქმედებს რეალურად. ეს ძალიან არ ვიცი, ალბათ დიდი პროცენტით არის დამოკიდებული ადამიანებზე და ადამიანების მოლოდინზე. ხანდახან თანდასწრება მოსულა ღმერთის სულისა და ადამიანები არ ყოფილან მიმღებები. მიფიქრია, ეს თანდასწრება, რომელიც აი ამ წუთას მოდის, როგორ შეიძლება რომ ადამიანს არ უნდოდეს ეს სიტყვა, რომელსაც ღმერთი იძლევა, როგორ შეიძლება ადამიანის გულში ვერ იდებდეს ბინას და ადამიანების ცხოვრებაში არც მოქმედებს ხოლმე, არც გადადის ხოლმე, არც ეხება ხოლმე. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მოშურნეები არიან და მწყურვალები არიან, ამ ადამიანებზე ეს თანდასწრება მაშინვე გადადის. ეხლა იყო პარასკევს, ალბათ ვინც ხართ სართიჭალიდან, სართიჭალის ეკლესიიდან დამეთანხმებით, როცა მსახურება ქონდა, მსახურებას ვატარებდით, კათედრასთან დაეშვა ღმერთის სულის ძალა და მოვიდა ისეთი სისავსე, ისეთი ავსება, რომ გძნობ, რომ ღმერთის სული ავსებს იმ ადგილს და რომ გავხედეს უყველას თანდასწრება გადადიოდა ადამიანებზე. ეს თანდასწრება რომ უყურებდი კათედრიდან, თქვი კიდეც და ვინც ხართ, რა თქმა უნდა, სართიჭალიდან იცით, რომ ასე იყო. თანდასწრება გადავიდა ადამიანებზე, რომლებიც კათედრის მიღმა ისხდნენ. წარმოვიდგინე, ეს თანდასწრება მე მინახავს, როცა ჩემთან საუბრის დროს ადამიანზე გადასულა თანდასწრება, ისე რომ მას სიარული აღარ შეძლებია. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი სახლში წასულა და მანქანით სახლამდე ვერ მისულა, გაუჩერებია მანქანა და სანამ ჯერ არ გამოვარ, აი ამ თანდასწრების მდგომარეობიდან მანქანის ტარებას ვერ გავაგრძელებო, მეუღლესთვის უთქია. წარმოიდგინე, ანუ თანდასწრება ღმერთის სულისა გადადის ადამიანებზე. აი ეს თანდასწრება, რომელიც ეხლა აი აქ არის, შენზე უნდა გადმოვიდეს, თუ ხარ შენ აი ამ მოლოდინში და თუ ხარ აი ამ წყურვილში. იცით, ძვირფასებო, მთელი ბიბლიის ინსტიტუტები, კოლეჯები, იქ მაგისტრატურა, ბაკალავრია, დოქტორანტურა, ყველაფერი აბსოლუტურად, ყველა სწავლება იქით არის მიმართული, რომ ადამიანმა ღმერთის სულთან ურთიერთობა ისწავლოს. წარმოიდგინეთ. ყველაფერი აბსოლუტურად, კოლეჯი დაწყებული, შემდეგ ინსტიტუტი, რაც კი რამე თეოლოგიური სასწავლებელია, ყველა სასწავლებელი ასწავლის, რომ ღმერთის სულთან კონდეს ურთიერთობა, კონდეს მოზიარეობა, ადვილად მოისმინო მისი ხმა, ადვილად ცნობდე ღმერთის ნებას, გაყვე, შეიცვალო და ძალიან ხშირად ზუსტად აი ეს ინსტიტუტი, ბაკალავრია და დოქტორანტურა დამთავრებულები ეწინააღმდეგებიან ხოლმე ღმერთის სულს. ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც ცოდნას ბევრს ღებულობენ, სულიწმინდასთან კარგავენ ხოლმე იმ ურთიერთობას და შემდეგ სულიწმინდის მოქმედებასაც კი ასამართლებენ ხოლმე. წარმოიდგინეთ, მე არ მიკვირს ადამიანების, რომლებმაც არ იციან ღმერთის სულის მოქმედება და უბრალოდ მათთვის რაღაც შეიძლება გაუგებარი იყოს. იმიტომ რომ არის ბევრი რაღაც ისეთი, რაც სულის მოქმედებას სულიერი განსჯა ჭირდება და ამაზე კორინთელთა წერილიც ლაპარაკობს. სულიერი განსჯის ყოველივეს თავის თვითონ არ განისჯება, მაგრამ ხორციელი ადამიანი ვერ ღებულობს იმას, რაც ღმერთის სულისგან არის და არ შეუძლია, არ ძალუც ასე წერია, არ შეუძლია ხორციელ ადამიანს გაიგოს ის,
რაც ღმერთის სულისგან არის და არც ძალუცო, ნუ აძალება, არ ძალუც მას. შეიძლება აუხსნა და ღმერთმაც გაუხსნას გონება და მიიღოს, მაგრამ როცა ასეთი ადამიანები ეწინააღმდეგებიან ღმერთის სულს, რა თქმა უნდა, მათ არ იციან და დიდი გასაკვირი არ არის, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ღმერთის სიტყვაზე, ქადაგებაზე, სწავლებაზე, იქ თეოლოგიაზე თუ არ ვიცი რაღაც მოწოდებაზე და ღმერთის სულს ვერ ცნობენ და ეწინააღმდეგებიან და ხანდახან ძალიან ცუდად ლაპარაკობენ, იესომ პირდაპირ კატეგორიულად გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც იწოდებოდნენ განათლებულად, ფარისევლებად, სადუკეულებად, მწიგრობრებად, ვინც მაღალი რანგის სულიერი ლიდერები და ხელმძღვანელები იყვნენ, პირდაპირ უთხრა, როცა დაინახეს სულიწმინდის მოქმედება, ეშმაკების განდევნა, ადამიანების განკურნება, ღმერთის სულის მოქმედება და ასე არ ხდება ეშმაკის შეპყრობილ სულს უთხრა, აბა ეხლა ტკბილად და წყნარად დატოვე ეხლა ეს სხეული და წადი და იმანაც გითხრას, ხო, ეხლავე გავიქცევი აქედან რა კი შენ მითხრა. პირდაპირ წერია სახარებაში, როცა იესო უკრძალავდა, მკვდარივი დაეცემოდნენ ხოლმე ხანდახან ძირს. იქ ჩვენ ფილმებშიც გვაქვს ნანახი, როგორი მოქმედება არის, იქ ხალხი ხედავდა რეალურ გამოვლინებას, იმიტომ რომ დემონებს, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანის სხეული, მისგან გასვლა არ უნდათ, იმიტომ რომ როგორც სულიწმინდის ტაძარი არის ქრისტიანის სხეული, თუ ის მართლა ქრისტიანია და მართლა მიყვება ღმერთის სულს და მართლა იცავს ღმერთის სიტყვას, სულიწმინდის ტაძარი თუ არის, იგივე ტაძრები ხდებიან, ოღონდ ეშმაკის ადამიანს როცა დაიპყროს, მისგან გამოსვლა არ უნდა, გახსოვთ? არ გამოდიოდნენ, რამდენჯერ უკრძალავდა იესო, იქ შერისხავდა, პირდაპირ წერია, შერისხვა რა ადამიანებს რა გონიათ, შერისხვა რა არის ესეთი, სახეუდა მიიღო, გაბრაზებული და ჩუმად უთხრა, შერისხვა ის არის, როცა მკაცრად ეუბნები, შეიძლება ხმამაღლა ეუბნები, შეიძლება უბრძანებ, როცა იესო უბრძანებდა და შერისხავდა, ამ შემთხვევაში ემორჩილებოდნენ, იქ ისეთი მოქმედებები ხდებოდა, ერთ ადგილზე ისიც კი წერია, ყველას ეგონა ისე დასცა დაბლა სულმა, ყველას ეგონა რომ მოკვდაო ადამიანი, მაგრამ იესო მივიდა წამოაყენა და თავის მამას ჩააბარა. იყო ერთი მომენტი, ალბათ თქვენ იცით, როცა ეშმაკები ევედრებოდნენ, არ გაგვყარო აქედან. არ უნდათ, იბათ, კიდე უნდათ, რომ რომელიმე ფიზიკურში იყვნენ, ფიზიკურ სხეულში იყვნენ, ღორების კოლჩი შეგვიშიო, ღორების კოლჩი მოგეცი უფლება. იესომ დართო უფლება. ნუ ბევრი მithქვა მოთქმა, რატომ, როგორ, რატო იყო. ნუ ამას თავი დავანებოთ, იესომ დართო უფლება. სულიერი აუცილებლად ცდილობს გამოიყენოს ფიზიკური, რომ გამოვლინდეს, თავისი თავი გამოავლინოს. ეს არის სულიერი, არ ვიცი, რატომ მოიტანა უფლის სულმა ამაზე საუბარი, მაგრამ მოდი გეტყვით. ნახეთ, არაწმიდა სულებსაც და ეშმაკებსაც ჭირდებათ ფიზიკური სხეულები, ფიზიკური თუნდაც ნიუტები, რომ წყევლა თავისი განახორციელებდნენ და მოვიდეს ადამიანთა ცხოვრებაში. გახსოვთ თქვენ, ალბათ იცით, ან გაგიგია თქვენ, რომ როცა ჯადოს კრავენ, ან რაღაც ლოცვას ასრულებენ, ან რაღაცას წერენ, ან ბოქლომს კეტავენ, ან რაღაცა სამაჯურს, ან ყელსაბამს აძლევენ, შელოცვის, რომელიც დაწყევლილი არის, ადამიანს ეუბნებიან, თანატარე, ეს შენ გქონდეს ყოველთვის. და ზოგს სუმკით და ზოგს მანქანაში უდევს, შეიძლება ჯიბეში ედოს, ზოგს შეიძლება ყელზე გქონდეს ჩამოკიდე. რატო ეუბნება, რომ სულ თანატარე და რა არის ეს რაღაცა, რასაც აძლევენ, თითქოს რაღაციდან გიცავს, კი არ გიცავს. ზუსტად წყევლა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შენზე და წყევლა მოქმედებს შემდეგ შენ ცხოვრებაში. ნიშნულობა აქვს, რაც სულიერი დატვირთვით არის,
რასაც სულიერი დატვირთვა აქვს. ეს კიდე გეუბნებით, გიშრის ამაჯურები იქნება, სხვადასხვა შელოცვილი ნივთები იქნება, კარებზე ნალი იქნება გაკეთებული თუ რაღაცა თვალი იქნება, ის პატარა ეს თვლები რო იყიდება, თვალი რო არის დახატული. ეს პირდაპირ დემონური ნიშანი არის. ადამიანები იმას ყიდულობენ, ვერ ხვდებიან, რომ დაწყევლენი ნივთი არის მათ ცხოვრებაში, ან მათ ხელზე, ან მათ სხეულზე. და მე უკვირთ, რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში ეს, რატო დამარტყა, რატომ მოდის ტანჯვა, რატომ მოდის შიში, რატომ მოდის უბედურება, რატომ მოდის წარუმატებლობა? იმიტომ რომ ადგილი მიეცი ეშმაკს ფიზიკური თუნდაც აიღე, ის დაწყევლილი ნივთი აიღე, ის დაწყევლილი რაც არის იმას ატარებ, იმას გონია რომ შენ დაგიცავს, პირდაპირ ფიზიკური ისეთი ნივთი გაქვს, რომელზეც ეშმაკის სული ვლინდება. ალბათ იცით თქვენ ის ფილმი რო არის დოკუმენტური გადაღებული, ერთ-ერთი ჯადოქარი, რომელიც მოინანიებს ჯონ რამირესი არის ესეთი პიროვნება, ვისაც და გაინტერესებთ, YouTube-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ ჯოჯოხეთიდან გამოქცეული. ეს პიროვნება როგორ ამოწმებს, როცა პირდაპირ დემონურ სულებთან ჰქონდა კავშირი. შემდეგ შედის ჯადოქრულ მაღაზიაში ოპერატორთან ერთად და ეუბნება უხსნის, აი ეს არის ნივთები, ესენი არიან ნივთები. შეიძლება გამოსახულება იყოს, შეიძლება რაღაცა სურათივით იყოს, შეიძლება რაღაცა წიგნი იყოს. ყველაფერი რაც კი ამ მაღაზიაში არისო, ყველაფერი არისო დაწყევლილი. იყიდი მაგალითად რაღაც გონია რომ რაღაცა ანგელოზის გამოსახულება არის, ან რაღაცა კანდაკება არის. გონია რომ ეს გიცავს, მაგრამ ამას მოხვება რამდენიმე დემონი და შენ რეალურად დემონი მიყავს სახში. ხვდებით? ანუ ეშმაკს ჭირდება ფიზიკური ნივთი, რომ წყევლა განახორციელოს. თუ შენს სახლში არის ისეთი ნივთები, რასაც ღმერთის, ანუ რაღაცა მფარველი, ანგელოზის იქნება, მე გამოსახულებაზე გეუბნებით, რომელიც ზოგი შეიძლება რაღაცნაირად ესეთი შავი გამოსახულების იყოს, შეიძლება რაღაცა დემონური რაღაცა ის იყოს, შეიძლება რაღაცა ღმერთის დატვირთვა ჰქონდეს რომელიმე ქვეყნის და რომელიმე ქვეყნიდან იყოს ჩამოტანილი და ვითომ ეს ფარველი არის და რაღაცა ანგელოზებით რაღაცა იცავს. ესეთი ნივთები იცოდეთ, ოჯახში არის წყევლა. თუ არის იქ გიშრები, ვითომ თვალის დაცვისა, იქ რაღაცა ნალები გაკეთებული, იქ ადრეც მithქვია, სხვადასხვა ნიშები არის თუ ზედაშეები არის თუ ისეთი სულიერი დატვირთვის ნივთები, რაც სახარებაში ბიბლიაში აწერია, ყველაფერი აბსოლუტურად არის რეალურად წყევლა. ეხლა უყურე, შევსაუბროთ ნივთებზე, რომელ ნივთებსაც იყენებს ეშმაკი, რომ ადამიანის ცხოვრებაში წყევლა მოიტანოს. ჩვენ საუბრობთ ამაზე, მაგრამ ეხლა გადმოვიდეთ, როცა ფიზიკურად ადამიანს იყენებს, რამდენად აღარ უნდა ეშმაკს მისი დათმობა. იმიტომ რომ ნახე, თუ პიროვნება დაიპყრო, პიროვნებისგან ძალიან ბევრ ადამიანს დაწყევლის, ძალიან ბევრ ადამიანს გაუმწარებს სიცოცხლეს, ძალიან ბევრ ადამიანს შეკრავს არაწინდესულება, ძალიან ბევრ ადამიანს მოატყუებს. ანუ პიროვნებებზე მაქვს საუბარი. ამიტომ არ უნდა ეშმაკის სულს ადამიანის დატოვება. შეიძლება ადამიანის სხეულში ვერ შევიდეს, მაგრამ ფიქრებში და აზრებში ისეთ ზეგავლენას ახდენდეს, რომ იყენებდეს ადამიანს. ხო, გახსოვთ ერთი ადგილი, როცა პავლე მოციქული ამბობს მე-7 თავში რომაელთა წერილში, კარგის გაკეთება მსურსო და ბოროტი მეტნასნებაო. კარგის გაკეთება მინდაო, მაგრამ ბოროტი გამომდისო. დავიწყებ, მინდა გონებით რომ კარგი გავაკეთო, მაგრამ ცუდი გამომდისო. ეს გამოიარა პავლე მოციქულმა. შემდეგ რა თქმა უნდა მერვე თავში უკვე გამარჯვებულ პოზიციაზე საუბრობს და ამბობს რომ ჩვენ სულიერად უკვე გამარჯვებულები ვართ და ის რაც ხორციელი ზეწოლა იყო, ხორციელი ჩვენ წინააღმდეგობები იყო, ეს ყველაფერი გავიარეთ, ამ ყველაფერზე გავიბარჯვეთ. მაგრამ ნახეთ, მე ვსაუბრობ, როცა ადამიანს იყენებს ეშმაკი, თუ მასში შევიდა, ეს ძალიან მძიმე ფორმა არის. თუ კიდე მოვლენა, ან გამოვლინება აქვს, ან ჩვენება აქვს, ან ხედავს, ახმები ესმის, ეს სერიოზული წყევლის ფორმა. ამას იმიტომ საუბრობ, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ჩვენამდე მოდის, რომ ადამიანებს ჭირდებათ
არაწმინდა სულებისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ ვიცით, რასაც შელაპარაკობ, აი ესეთი მოქმედება არის ჩვენს ოჯახის წევზე, რომელიმეზე ხვდებით, ისინი რეალურად ხედავენ უკვე თავის შვილს რო ხედავს, რომ ის პირდაპირ რისკი აღარ არის, არამედ სხვა ადამიანი გახდა და პირდაპირ ხედავს, რომ ბოროტისკენ არის მიდრეკილი, ანუ უკვე ხვდებიან, რომ აქ განთავისუფლება ჭირდება მას, მაგრამ როცა განთავისუფლდება ადამიანი, მე ყველას ვეუბნები ხოლმე, უნდა დაარჩეთ ღმერთის სიტყვაში, იმიტომ რომ მხოლოდ გამანთავისუფლე და განთავისუფლდე, ეს საკმარისი არ არის, განთავისუფლება მოდის ღმერთისგან, მაგრამ შენ უნდა გინდოდეს შემდეგ, რომ ღმერთს ემსახურო და შენ უნდა გინდოდეს, რომ ღმერთში დარჩე. ეხლა წეგავს საუბრობდით ადამიანებზე, რომელსაც ეშმაკები და არაწმინდა სულები იყენებენ. მოდი ეხლა გადმოვიტანოთ მთელი ყურადღება სულიწმიდისკენ. წეგან ვახსენეთ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ სულიწმიდის ტაძრები. წარმოიდგინე ღმერთისთვის რამდენად ძვირფასია ადამიანი, როცა ღმერთი იყენებს თითოეულ ჩვენთაგანს და როგორ სურს ღმერთს, ასე წერია დაშურების წადია თქვენში დავანებულ სურს, ანუ როგორ სურს ღმერთს, რომ შენ იყო გამოსახენებელი წმინდა ჭურჭელი. რატო? იმიტომ რომ თუ ნივთებისგან, როგორც წეგან საუბრობდით, არაწმინდა სულები ნივთებს იყენებენ და ადამიანებს სხეულიან, პიროვნებებს იყენებენ და ადამიანებს სხეულიან. წარმოიდგინეთ, როგორ იყენებს ღმერთი ადამიანებს, რომლებიც სულიწმიდის ტაძრები არიან, რომლებიც ღმერთის სულით მართულები არიან, ადამიანები, რომლებიც კურთხევას გასცემენ. ამიტომ ამბობს ეს, რომ აკურთხეთ და ნუ წყევლით, აკურთხეთ, კურთხევისთვის ხართ დადგენილები, აკურთხეთ და გაეცით კურთხევა, იმიტომ რომ თქვენს ბაგეზე ძალა აქვს თქვენს სიტყვას და დაჯერებული როცა ხარ, ამის შემდეგ კურთხევა მოედინება. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ამისთვის ვარ ძვირფასებო მოწოდებულები, რომ ვაკურთხოთ ერთმანეთი, დავლოცოთ ერთმანეთი, შევეციოთ ერთმანეთს, გვერდში დაუდგეთ, ვაკურთხოთ, ვანუგეშოთ იმ სიტუაციაში, როცა არასწორ მდგომარეობაში, ან ისეთ მდგომარეობაში, გაჭირვების მდგომარეობაში არის ადამიანი, ან სუსტ მდგომარეობაში არის, წიხლის დაჭირა კი არ უნდა, მითით თვალში თითის ტაკება კი არ უნდა, სახარებიდან ისეთი მუხლების თქმა კი არ უნდა, რომელიც დაჭრის და გაანადგურებს, არამედ ნუგეში, როგორც სახარება ამბობს, გახსოვთ ერთ ადგილზე ადრე ვიდეოც მაქვს ჩაწერილიო, ზიდეთო ერთმანეთის ტვირთიო, უსუსურთა ტვირთიო, თქვენ ძლიერი მოზიდეთო, ამითო აღასრულებთო ქრისტეს ჯურს, იმიტომ რომ უფალს ასე სურს, რომ ადამიანების შეწევნა ჰქონდეს თითოეულ ჩვენთანაც და როცა სულიწმინდის ტაძარი ხარ, როგორ გიყენებს ღმერთი ცათასასუფეულისთვის არ მოიდგინე, როგორი გამოსახენებელი ჭურჭელი ხარ ადამიანის სანუგეშებლად, ადამიანის საკურთხევლად, ადამიანის შეწევნისთვის, სიტყვა, რომელიც დროული არის, როცა ამბობ ამ დროულ სიტყვას, წარმოიდგინე რა მნიშვნელოვანი არის, როგორი კურთხევა მოაქვს, როგორი შედეგი მოაქვს. იცით, ამასინათ არ ვიცი, ალბათ ბევრი თქვენ იովს კითხულობდით და ალბათ ბევრმა გაამახვილეთ ყურადღება. ესე იგი, ერთი ადგილია 16:4 იოვის 16:4-ში წერია, რომ როცა მეგობრები მივლენ და მსჯავრს დებენ, ეუბნებიან შენ ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ ხარ, რომ არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდი, ალბათ, იმიტომ რომ ღმერთი არ არსებობს ვინმეს მსჯავრს დებდეს, ან ღმერთი განიკითხავდეს, თუ ადამიანს რამეს ცოდვა არ მიუძღვის, თუ ადამიანი თვითონ პრობლემაში არ არის, თუ ღმერთთან გაუცხოებული არ არის. ეუბნება ხალხო, არ შემიცოდავს. ადამიანი იყო, რომელმაც არ შეცოდა, ჩვენ ყველამ ვიცით, ეშმაკმა მოითხოვა მისი გამოცდა, ეშმაკის წამებდა ცილს, ეს იმიტომ დაიწერა ძველ აღთქმაში, ეს ძვირფასი წიგნი, იმიტომ გვაქვს ეს ისტორია ჩვენ მოცემული, რომ ხანდახან შეიძლება ადამიანი ვერ აცნობიერებდეს რაღაც მდგომარეობაში, როგორ დაეშვა, რატო დაეშვა და ზუსტად იოვის წიგნი ამბობს, რომ თურმე არაფერ შუაში არ იყო ეს ღვთისკაცი, არამედ ეშმაკმა წააყენა პრეტენზია და ეუბნება, რომ შენ ყავს დაცული და იმით არის ესეთი ალალი და იმით არის ესეთი ხელგაშლილი და იმით არის ესეთი გულუხვი შენი მსახური, რომელიც დედამიწაზე არის და
ნახეთ როგორი მნიშვნელოვანი სიტყვები არის, რას ეუბნება ეშმაკი? განაოტყუილად აღმართეო, მის ირგვლივ ზღუდეო, შენგან არისო დაცული. წარმოიდგინეთ, თურმე ღვთის მოშიში ადამიანების ირგვლივ ღმერთი აღმართავს, ზღუდეს, სადაც ეშმაკს არ აქვს უფლება ამ ზღუდეს გადავიდეს, ამ ზღუდის გადალახვის. წარმოიდგინეთ, და განატყუილად აღმართეს, შენგან არისო დაცულიო, მაგრამ მისცემს უფლებას მის ქონებაზე. ეშმაკი რომ მის ქონებას დაარტყას, ქონებას, შვილებს, სულ ყველაფერს იცით თქვენ რომ გაუნადგურებს, მაგრამ არ დაგმობს მაინც ღმერთს. მეორედ კიდევ მიდის ეშმაკი ღვთის შვილებთან და კიდევ იგივეს ამბობს, რომ აი პირადად მას რო შეეხო, ღმერთს ეუბნება, აი მაშინ შეიძლება დაგიწყოსო პირში ოგმობაო და ისეთი საშინელი დაავადება შეყარა მისცა ღმერთმა უფლება რომ პირადად მას შეხებოდა. არ იცის ამ ღვთისკაცმა რა ხდება ზეცაში, ჩვენ ვიცით ეს. არ იცის რა ხდება, თუმცა რა თქმა უნდა მე რო ყველაფერი გაიგო, მაგრამ მაინც არ დაგმო ღმერთი და თქვა არაფერი არ მომიტანია ამ ღვთისოფელში და ისევე უკუნელი წავალ აქედან. არ დაგმო ღმერთი. როცა თავის სწოли ეუბნება, შენ კიდე ღმერთს ეჩიდები, დაგმე ღმერთი და მოკდიო. ეუბნება უგნური დედაკაცივით ლაპარაკობს, სიკეთეს როცა გვაძლევდა ღმერთი, განა ეს არ გვიხაროდა და როცა წინააღმდეგობა მოდის, ეს განა არ უნდა მივიღოთ. ამას არ აცადეს და მოვიდნენ თავიანთი მეგობრები და რას ეუბნებიან. ეს ადამიანები არ იყვნენ, შემდეგ ღმერთიც ამბობს, რომ არ არიანო გულწრფელებიო, არ იყვნენ გულწრფელებიო და შემდეგ იობს მოუწია მათზე ლოცვა და მსხვერპლის შეწირვა, რომ ეს ადამიანები არ დახოცილიყვნენ და მოვიდნენ და მსჯავრდებენ და ეუბნებიან. არასწორად ცხოვრობდი, იქ გირაოს იღებდი შენი შინაურებისგან, აქ ამას აკეთებდი, შიერს არ აპურებდი, იქ ხელსარიელს უშვებდი, ვისაც რამე უნდა. ეს კაცი ამბობს, რას ლაპარაკობ, მასეთი რამები არ გამიკეთებია. ბოლოს უკვე მართლა ძალიან რომ გადავიდნენ ზღვარს და თავისი მეგობრები ყველან რომ თითქმის მსჯავს დევს, რა უთხრა იცი? ბევრი რაღაცა არის, რაც უთხრა, მაგრამ ერთ-ერთი ახლა ის თქმაც მიდა 16-ის 4-მუხში ამბობს, რომ მე რო თქვენს ადგილზე ყოფილიყავი და ეს დაგმართნოდათო, განა არ მოვიდოდი და არ განუგეშებდითო, განა ჩემი სიტყვები არ გაგამხნევებდა თუ არ მოგცემდა თუ ძალასო, განა მასე მოვიქცეოდიო, თქვენ ხო ჩემი მეგობრები ხართ, თქვენ ხო მიცნობთ მე როგორ ვიყავი, განა მასე გავაკეთებდიო, წარმოიდგინეთ და თვითონვე აგრძნობინებს ამ ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ისეთი სიტყვა მითხრათ, რომელიც გამამხნევებს და მდგომარეობიდანაც გამომიყვანს, ნუ ღამდებთ მსჯავრს, არაფერი არ შემიცოდავს. წარმოიდგინეთ, რატომ რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა. დროულად ნათქვამი სიტყვა. თუ არ არის დროულად, საქმეს აფუჭებს. ამიტომ შენ და მე თუ ვართ ღმერთის სულით მართულები და ვართ სულიწმიდის ტაძრები, მაშინ ერთმანეთს გვერდში მაქსიმალურად უნდა დაუდგეთ. ერთმანეთს ნუგეშის სიტყვა, ერთმანეთს სიტყვა ღმერთისა გამამხნევებელი, ერთმანეთს ის ბიძგი, ის წინწაწევა, ის ხელის გაწვდა, რაც ღმერთის სულისგან არის და ადამიანებს ააშენებს, იმიტომ რომ თუ ადამიანს მოანდომებ ისეთ სიტყვას იტყვი, რომ მოუნდება რომ ღმერთი იპოვოს, ღმერთი შეხვდეს, მოინანიოს, გაყვეს უფალს და გადარჩენა და ხსნა მიიღოს, ეს ადამიანი მარადისობაში დაიმკვიდრებს ადგილს და წარმოიდგინეთ, როცა გადარჩენილი ადამიანი მარადისობაში ღმერთთან დამკვიდრდება, შენი დიდი წილი იქნება და დიდი კურთხევა იქნება, იმიტომ რომ ის სიცოცხლე, ის სიყვარული შენ თვითონაც მიიღე, შენ თვითონაც შეითვისე და სხვასაც გადაეცი. ეს არის ძვირფასებო სულიწმინდის საქმიანობა, სულიწმინდასთან მოზიარეობა, რასაც აკეთებს სული და დასაწყისში ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი და იცით თქვენ ალბათ და ასაში არ ამბობდებით, სულიწმინდასთან, ღმერთის სულთან ურთიერთობისთვის არის მთელი ახალი აღთქმა და ბიბლია. ყველას გაქვთ აი ესეთი აღთქმა. ეს არის ჩვეულებრივი სახარება, ძვირფასებო, რასაც ვკითხულობთ, რასაც ვასწავლთ.
ჩვეულებრივი სახარება ყველას გაქვთ, აი არ ვიცი, წიგნები იყიდებოდა, არ იგებდნენ პატრიარქის კურთხევით, ნუ ჩვეულებრივი ქრისტიანული წიგნი არის, რომელსაც ყველა ოჯახი დარწმუნებული ვარო ფლობს. დაიწყეთ კითხვა და მიეცით ადგილის სულიწმინდას, რომ გაგიცხადოთ, რაც იქ წერია. იმიტომ რომ თუ ღმერთის სულმა არ გაუცხადა ადამიანს, რაც აქ წერია, შესაძლებელია სხვა სულმა დაუმახინჯოს გონება მის შესაცნობად. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, პავლე მოციქულის წერილებზე, უმეცრებიო და უმეცარნიო, სხვა წერილების მსგავსად პავლეს წერილებსო, ამახინჯებენო საკუთარი თავის დასაღუპავად, ვერ გებულობენო რა წერია და სხვანაირად ასწავლიან, სხვანაირად ქადაგებენ და საკუთარ თავს დაღუპას უქადიანო. წარმოიდგინეთ, სახარების წიგნი შეიძლება არასრულად იქნას გაღებული, თუ სულიწმიდამ არ გაგიცხადა. მე მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა ეძებენ, მართლა სვამენ რეალურად კითხვას, კი არ არიან ჩაკეტილი გონების, კი არ არიან აკვიატებული აზრების, ან ვიღაცის აზრების მატარებელი, შემოყრეული ეს თავს ვიღაცის აზრები, რომ აი ესე, იცი, ადამიანები, რომლებიც საღი აზროვნებისგან შორს არიან, ძალიან ხშირად ეწინააღმდეგებიან ღმერთის სულის მოქმედებას და გამოვლენას, მის სულს. აბა საწერია ეს წერია აბსოლუტურად ყველაფერი. ისეთ რამეს ღმერთის სული არ აკეთებს, რაც არ წერია. ბოდიშით, რომ მაშინ არ იყო ვიდეოები და კასეტები, ან ფირები, ან ლენტები, ან სურათები ვერ შეინახა ისტორიამ. დიდი ბოდიშით, მაგრამ როცა სახარება ლაპარაკობს და ერთ ადგილზე, ორ ადგილზე, სამ ადგილზე, 4-5 ისეთი ადგილებია, სადაც ღმერთის სულის რეალურ გამოვლენებას, რომ ღმერთის სულის მოქმედებას, რომ ძალის მოქმედება ახლავს თან და ერთ-ერთი ნიჭი ძალთან ქმედება არის, ერთ-ერთი ნიჭი სასწაულ მოქმედება არის ნიჭი განკურნების, არის იქ სხვადასხვა ნიჭების სიბრძნე, წინასწარმეტყველება. ეს ნიჭები რომ რეალურია და რომ მოქმედია, აი ამისკენ უნდა ვილტოდეთ, თორე ჩემთან რომ არ მოქმედებს, ადამიანები ამბობენ, არ მინდა სხვისის მივიღო, იმიტომ რომ რატო ჩემთან არ არის, შენთან რო არ არის, ეს შენი პრობლემაა, იმიტომ რომ შენ თვითონ უნდა შეხვდე ღმერთს, გამოითხოვო ღმერთისგან, უნდა მიუძღვნა, უნდა განიწმინდო, უნდა შეგაფასოს ღმერთმა, რომ წმინდა ხარ, ჭურჭელი ხარ, ხელში მოსახმარი და შემდეგ ჩაასხას ამ სუფთა ჭურჭელში. თუ ასეთი სუფთა ჭურჭელი იქნები, ჩაასხას თავისი სული. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის ყველას თავს არ ანდობს, არც თავის სულს გაბუახერებინებს, იმიტომ რომ ადამიანებს ყველას ღმერთი როცა ნიჭებს აძლევს სასწაულ მოქმედების, სულიწმიდის გამოვლენების, აი აქ არიან უკვე ზეციური არსებები ჩარეული, იმიტომ რომ ადამიანი არ არის მკურნალი. ადამიანი არ არის ძალის გამოვლენის ობიექტი, თვითონ ადამიანს არ აქვს ძალა, რომ ხელი მოიქნიოს და თუნდაც ადამიანები გადავარდნენ, ან ადამიანები განიკურნონ, ადამიანს არ აქვს ძალა, აქ სულში მოქმედებს ვიღაც და აქ სულში მოქმედებს ის ანგელოზები, ის ღმერთის სულის ძალა, ვისაც ნიჭების მოქმედებით შეუძლია განკურნებად, შეუძლია ძალთან მოქმედებად, შეუძლია სასწაულების და ნიშნების. ხვდებით? და როცა ღმერთი ადამიანს ცხებს და აკურთხებს, უნდა ენდობოდეს მას, რომ მის მოქმედებაზე, სიტყვაზე თუ ხელის მოქნევაზე თუ სიტყვის თქმაზე თუ შებერვაზე ღმერთის სულის ძალა ჩაერიოს და გამოვლინდეს. ადამიანს უნდა ენდობოდეს. შენც ადამიანი ხარ და მეც ჩვენც კი არ ვანდობთ ისეთ რამეს ძალიან მნიშვნელოვანს, ჩვენს ფასეულს, ისეთ პიროვნებას, ვისაც არ ენდობა არაფერი და სანდო არ არის. იმიტომ რომ სანამ ადამიანი ნდობას არ მოიპოვებს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არ იქნება ერთგული და არ დაანახებს უფალს, რომ შეიძლება რომ ეს ადამიანი მართლა ერთგულად ემსახუროს მას, მანამდე ღმერთი არ აძლევს. მე მაქვს ნათქვამი ამას ერთ-ერთი ძმას მახსენებდა, დიახ, ღმერთისგან მქონდა, რომ 40 წლისა რო გავხდებოდი, რაღაც სერიოზული ცვლილებები დაიწყებოდა და მოიტანდა ღმერთი და ამაზე ლოცულობდი და მარხულობდი. მე არ ვიცოდი ღმერთს რა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როცა შემისრულდა 40 წელი, მახსოვს მე მაშინ ბათუმში ვიყავი, ლოცულობდი, სანაპიროზე დავდიოდი და ვეუბნებოდი ღმერთს.
40 შემისრულდა. აღთქმა მაქვს შენგან მიღებული. რა არის ეს აღთქმა? დააჩქარე ეს აღთქმა. სად არის ეს აღთქმა? მე ამას ვამბობდი, მე ამას ვაცხადებდი, რატო მახსოვდა, ვამბობდი ზეცის წინაშე, ვახსენებდი ზეცას. ღმერთის სულმა არ დააყოვნა და დაიწყო ეტაპ-ეტაპ კურთხევა. ეტაპ-ეტაპ ძალიან თაქიზად აღძრა ჩემი გული შუამდგომლობისთვის, ლოცვებისთვის, შემდეგ ინკაუთერის მსახურებაზე მოხდი საზღვარგარეთ, შემდეგ კიდევ სხვა საზღვარგარეთ, ცხებული ადამიანის მსახურებაზე, სადაც განკურნება მივიღე, სადაც ცხებულება მივიღე. ეს ყველაფერი ეტაპ-ეტაპ ხდებოდა, ჯერ 40 წელი, მერე იმის შემდეგ კიდე მე იმას არ ვამბობ, რომ ეხლა თქვენ 40 წელი დაგჭირდება და 40 წელი სანამ არ გახდებით, ხელი ჩამოუშვით, ან 40 წელს გადაცდით და რაღაც არ მიგიღიათ, ხელი ჩამოუშვით. არა, შეიძლება მე ასე დამჭირდა, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება 5 წელში მიიღოს, ვიღაცამ შეიძლება 3 წელში მიიღოს, ვიღაცამ შეიძლება უფრო მალე მიიღოს. რატო? იმიტომ რომ სულიწმიდის ცხებულება არის გადამდები, სულიწმიდის ცხებულება გადადის, ოღონდ თავარია ადამიანი სანდოდ ცნოს ღმერთმა. ეს იყოს სანდო, ეს იყოს პიროვნება, რომელიც გამოიყენებს ღმერთის სულის ძალას ცათა სასუფეულისთვის, ადამიანებისთვის, გადასარჩენად, განსაკურნებლად, გასანთავისუფლებლად, ეშმაკებისგან გასადევნად, საქადაგებლად, ადამიანების გადარჩენისთვის, დათესილი სიტყვა, ყველაფერს, მაგრამ კიდე არის რაღაც. როცა ღმერთი რაღაცას გაძლევს და ცხებულებაზე და ნიჭებზეა საუბარი და სასწაულმოქმედებებზეა საუბარი, იცოდე ღმერთი გაკვირდება როგორ გამოიყენებ. კიდე გამომეორებ, როცა ღმერთი რაღაცას გაძლევს, გაკვირდება, როგორ გამოიყენებ. თუ ხედავს ღმერთი, რომ შენ ღმერთს მიაგებ დიდებას და არა შენს თავს ადიდებ, ან შენს თავზე გაქვს ყურადღება გადატანილი, რამეში ამ შემთხვევაში იცოდე, შეიძლება ბევრი კი არა, ისიც წაგერთოს, რაც გაქვს. თუ აი ამ შემთხვევაში არასწორი მოტივები და არასწორად მოქმედება, არასწორად აკეთებ, ამ შემთხვევაში შენ გაკვირდება ღმერთი და შეიძლება სანდო არ აღმოჩნდე, მაგრამ როცა გაძლევს უფალი, გაკვირდება, რომ ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც სახარება ამბობს, როგორც ღმერთის სული ამბობს. პირველ რიგში თავისუფალი ხარ, თავისუფალი ხარ ქებისგან, თავისუფალი ხარ ადამიანების მადლიერებისგან. შენზე ეს არ მოქმედებს, რამდენი კომენტარი და ისინი შემხვედრია, ხო? ვიცი რომ რელიგიური ადამიანები ამას უყურებენ, ისე ნახე როგორ აქებენ და როგორ ესე ჩემზე მოქმედებს ამ მკითხე. მე მოქმედებს ჩემზე როგორი მოქმედებს, როცა მე თვითონ მას ვეუბნები, რომ შენ რომ არ იყო ღმერთო, რა მოხდებოდა? არაფერი არ მოხდებოდა, არაფერი არ იქნებოდა, არ განიკურნებოდა, არ განთავისუფლებოდა, არ იქნებოდა ცხებულება, არ იქნებოდა ძალა. ეს ხომ შენია ღმერთო. ყოველთვის როცა მსახურება მთავრდება და ღმერთის სულის ძლიერი მოქმედება არის, ადამიანები განთავისუფლდნენ, განიკურნდნენ, ღმერთის სულის ძალა მოქმედებდა, ძალთა მოქმედება, როცა უმარტოვდები, წუთასაც კი, ბოდიში და როცა მსახურების შემდეგ განმარტოვები სადმე, თუნდაც საპირპარეშოში თუ მარტო ვარ, მაშინაც კი ჩემი ბაგიდან ამოდის მადლიერება და ვეუბნები. ან თუ სარკი არის სადაც ჩამიხედა ვეუბნები, ღმერთო რა დიდებული ხარ, რა საოცრად მოქმედებდი დღეს, ეს რა საოცრება იყო. ღმერთო მე ამის მოლოდინში არ ვიყავი, იმაზე მეტი იყო ვიდრე მე ვფიქრობდი. ღმერთო რა დიდებული ხარ, ჩემი ბაგიდან გამოდის ქება, ვინ რა იცის, ჩემი დაფარულში ურთიერთობა რა არის მამასთან. ამიტომ თავისუფალი ვარ ქებისგან, თავისუფალი ვარ სხვადასხვა კომპლიმენტებისგან. რატომ? იმიტომ რომ მე ვიცი, სახარება ამბობს, რა გაქვს, რაც არ მიგიღია. რატო იკვეხნი თითქოს არ მიგიღოს? განა შენ მოიტანა ეკლესიაში ეს, განა გქონდა, განა არ მიიღე, რა გაქვს შენი? რაც არ მიგიღია, ისეთი რა გაქვს, ესე იგი შენ მიიღე. და რა არის დასაკვეხნი თუ შენი არ არის და მიიღე. ხვდები, ნიჭები, სასწაულები, მოქმედება, ეს
დედამიწაზე გვჭირდება და დედამიწაზე მოქმედებს, მაგრამ დადგება დრო, არც წინასწარმეტყველება იქნება საჭირო, არც ძალთა მოქმედება, არც შმაკების განდევნა, არც ადამიანების განკურნება, არაფრის ნიჭების გამოყენება საჭირო აღარ იქნება, რადგან უფალი იესო ქრისტე როცა მოვა დედამიწაზე, ეშმაკს 1000 წლით ჩაკეტავს უფსკულში და ისინი, ვინც ერთგულები იყვნენ და უძღვნდნენ ღმერთს, მთელს დიდებას, პატივს და ქებას, ისინი ქრისტესთან ერთად დასხდებიან ტახტებზე, რომ განსაჯონ მთელი ქვეყნიერება. ამიტომ ძვირფასებო, დღეს რაღაც საოცარი პერიოდია და საოცარი დრო გვაქვს, მაქსიმალურად ვეძიოთ უფალი იესო ქრისტე. ყველა ადამიანს როგორც გითხარით, გააქვთ სახარება ახალი აღთქმა სახში. ყველა ადამიანს აბსოლუტურად საქართველოში აგერ ვინც ნახავს აი ამ ვიდეოს, მრავალი ათასი ადამიანი ვიცი რომ რამდენიმე დღეში ნახავს და ერთ თვეში ეს ვიდეო წაიშლება. წარმოიდგინეთ, ყველას გაქვთ შანსი. თუნდაც ჩვენთან მოხვიდეთ ეკლესიაში და ჩვენ გაგიწიოთ სულიერი მზრულველობა, იმიტომ რომ ვინც ჩვენთან მოდის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას. დახმარება გჭირდება სულიერი, ვართ ეკლესია, ქრისტიანული, ჩვეულებრივი ეკლესია, ჩვეულებრივი ფასეულობებით, მამის, ძის, სულიწმინდის რწმენით, მკვეთრით აღდგომის რწმენით, ნათლობით, ზიარებით, ჯვრით, ჯვარზე აღსრულებული ქრისტეს გამოსყიდვით, მისი სისხლით, წმინდა სამებით, სულის უკრავების, ყველაფერი აბსოლუტურად რაც არის ქრისტიანული საფუძვლები, ყველაფრის გვწამს და გვჯერა. სახარება მოიტანე შენი, წაიკითხე, თუ რამე საჭიროება გაქვს, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ვიცით რომ საქართველოში ცოტა სხვა მდგომარეობა არის. სულიერი, ძალიან ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ ადამიანებს არ უნდათ ეკლესია ტაძრებშიც, თქვენ იცით ალბათ ხო, რომ მარტო დღესასწაულებზე თუ მივა ადამიანი და ტაძრებშიც თვითონ მღვდლები, მსახურები ამბობენ, ხალხო თავის რევს ეუნებიან, თქვენ მოდიხართ მარტო მოსმენა გინდათ, მაგრამ რასაც გეუნებით, ამას არ ასრულებთ, ამას ასე არ აკეთებთ. ანუ საქართველოში გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ არა ჯერ იყო რამდენი 36-37 წლის წინ, ნუ კომუნისტების პერიოდში საერთოდ უღმერთოება იქადაგებოდა და ნუ სულ ყველა თავს უკრავდა ამას. ამის შემდეგ მოვიდა ეს რელიგიური მდგომარეობა და როგორც მოდა ასეთი გახდა და არ ღებულობენ ადამიანები, არ უნდათ რეალურად ცვლილება, ურჩევნიათ ლოთობა, ურჩევნიათ მრუშობა, ურჩევნიათ თავისი სიამბუნება, ურჩევნიათ ტყუილი, ურჩევნიათ სხვისი გამწარება, სხვისი დაცინვა, სულ ყველაფერი რაც ბოროტებაში ჩაითრევს ადამიანს. ჯერ ალბათ ყველა მიცით კომენტარებში, ტელევიზიით, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით ადამიანები არ ვიცი, აი ხა ზოგი ნორმალური ადამიანი ნებისმიერ თემაზე რო შევა და კომენტარი საიკეთო, ზოგი ფიქრობს რომ ხალხო რა დაგემართათ 1-2 შემხედრია რომ ადამიანები რა გურ კომენტარებს წერს, ვიღაცას ვისაც ნამუსი აქვს შეჩერილი. რატომ წერენ მე სადამ აქვს მაგის ან დრო ან საშუალება რომ ვიკითხო ვინმეს რა უბრალოდ რომ მომხედრია თვალში რომ ადამიანები ასე ამბობენ. წარმოიდგინე, ესე იგი ვიღაცა სინდისი ასამართლებს რომ ასე არ შეიძლება მოქცევა. რატო ვაკეთებთ, რატო ჭამთ ერთმანეთს, რატო დავწინით, რატო გვსიამოვნებს სხვისი ცუდი, რატო ვაქილიკებთ, რატო ვუგონებთ, რატო ცილს ვწამებთ, რატო გშურს, რატო ვართ ბოღმიან, რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ უღმერთოება არის დამკვიდრებული ირგვლივ. ადამიანები დღესაც კი პირდაპირ ვამბობ, ქრისტიანული თუნდაც ეკლესიები, თემები, სხვადასხვა დენომინაციები, ჩვენ ქრისტიანებსაც რომ შეგვეძლოს ხალხო ერთმანეთის გაგება, რომ შეგვეძლოს იმის აღქმა, რომ ხალხო, ძმებო, დებო, საერთო მტერი ყავს და ეს საერთო მტერი არის ეშმაკი, რომელიც ჩვენს ერს ღუპავს და ანადგურებს. მოდი რაღაც გავაკეთოთ ერთად. მოდი ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ ეშმაკი ქსაქსავს ადამიანებს, ხო? მოდი შენ რა გამოცდილება გაქვს. მოდი შენ რა გაქვს უკეთესი. ყველამ რაღაც რაც უკეთესი არის, განა ასე არა მოსახარება. ასთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს რაღაცებში თქვენი, მაგრამ უკეთესი გამოჩნდეს აქედან, უკეთესი თუ არის, იმაზე გადახვალ, იმას აიღებ. ყველა რო დავირაზმოთ, რომ თქვათ, რომ ჩვენი ერი იღუპება,
ლანძღვა გინება მნიშვნელობა არ აქვს ვის მიმართ მომღერალია უდა გამოუნახო რაღაცა მსახიობია რა თქმა უნდა ვინმე გამოჩენილი პიროვნება რა თქმა პოლიტიკოსია ამათ ხო საერთოდ ხელისუფლება ხო საერთოდ ხარხნო ქრისტიანები და ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ზრუნავენ ასე არ აკეთებენ როდისმე თუ გაგიგიათ ჩემგან რომელიმე ან ეკლესია მესამართლებინოს და ასე მესაუბროს ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან ხელისუფლება ან ის რა ჩემი საქმეა ამის გასამართლება მე უდავ ლოცულობდე თუ ის სიტუაციები არ მოწოს ქრისტიანული ეკლესიები და ლოცულობდნენ ქრისტიანული ეკლესიები თავის პრობლემას რაც ერში არის ამას უნდა ხედავდნენ ამაზე უნდა შუამდგომლობდნენ ეს ჩვენზეა ჩვენი პასუხისგებლობა არის ერთ დროს წავდგებით ღმერთის წინაშე და ღმერთი გვეთქვის შვილო დაიბადე ისეთ დროს რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი მიიღო ჩემი სიტყვაც კი არ იყო დაფარული რა გააკეთე ღმერთისთვის რა გააკეთე ჩემთვის რა გააკეთე ცათა სასუფევლისთვის რომელშიც შენ ეხლა შესვლა გინდა რა გააკეთე მითხარი რა საკეთებდი ცათა სასუფევლისთვის როცა შენ მოგეცი ამდენი წლები და სიცოცხლე წარმოიდგინეთ და ჩვენ ადამიანებს თუ არ გვექნება საპასუხო და თუ ჩვენ არ ვიქცეოდით აქ ისე როგორც ღმერთის სიტყვა ამბობს რა პასუხს გავცემთ უფალს ამიტომ საქართველოში ვხედავთ ჩვენ რომ სულიერად ძალიან არასახარბიელო ძალიან ისეთი მდგომარეობა არის ცუდი მდგომარეობა არის არავინ ეძებს ღმერთს როგორც რომელთა წერილში ამბობდა არავინ არის მართალი არავინ ეძებს ღმერთს მათი ბაგები ასპედის გესლით არისო სავსეო მათი ფეხები სწრაფი არის სისხლის ზღვის დასაღური არ არისო სამართლიანობა ღმერთის შიში არ არისო მათ დღეს ძვირფასება ჩვენ ჭირდება გამოფხიზლება ამიტომ ვამბობ შენ დღეს თუ ეს ვიდეო მოისმინე თუ ამოვარდა აი ამ 30 დღის განმავლობაში ეს ვიდეო შენთან და დღეს ფიქრობ რომ შენი ცხოვრება არ არის ღმერთისთვის მოსაწონი გულზე მსჯავრი გედება შენი არასწორი მოქმედებებით იმიტომ რომ როგორ ვამბობთ არასწორი მოქმედებები ყველა ადამიანს ჩვენ ღმერთმა მოგცა სინდისი თვითკონტროლის სახით და თუ შენ სინდისი რამეში გასამართლებს ესე იგი ღმერთი გდებს მსჯავრს თუ შენი გული გდებს მსჯავრს შენი სინდისი გდებს მსჯავრს ესე იგი ღმერთი გდებს მსჯავრს მაგრამ არსებობს შანსი არსებობს საუკეთესო შანსი გამოსავალი საშუალება და რა არის ეს საშუალება ნახე რა ძვირფასია რა ძალიან ძლიერი არის იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი შენ განთავისუფლებს წარსული ცოდებისაგან თუ მოინანიებ და ეტყვი ღმერთს ღმერთო მე ვღებულობ შენს ჯვარცმას შენს სიკვდილს შენს დახურვის სისხლს მე ვღებულობ ჩემს პირად მხსნელად გღებულობ ღმერთო მე ვღებულობ იმ მსხვერპლს რომელიც შენ გაიღე ჩემთვის და გთხოვ მაპატიე ჩემი უმართლო ცხოვრება და ღმერთი თავისი ძვირფასი სისხლით შლის შენს წარსულს და აღარ გიხსენებს ოღონდ თუ მოინანიე გაყევი უფალს გაყევი თუ მოინანიე არ დარჩე ღმერთის გარეშე მოძებნე ეკლესია არ ვიცი რომელი ეკლესია საუკეთესო ეკლესია სადაც ღმერთის სიტყვა იქადაგება სადაც ცოცხალი სიტყვა არის მოძებნე სადმე მე არ გეუბნებით მაინც ყველა ჩვენთან წამოდით ყველას ჩვენ ვერც მივაქცევთ იმდენად ყურადღებას თუმცა თუ ბევრი ადამიანი და მრავალზე გაგვიყვანს უფალი ალბათ იმის ძალასაც და სიბრძნესაც მოგცემს რომ მრავალს გავწყეთ იმიტომ რომ ვისაც მეტი მიენდო მას მეტიც მოითხოვება და ვინც მეტზე გავა მცირეში ერთგული მეტზე დაყენდება შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან ეკლესიაში დაგეხმარებით სულიერად ამისთვის ვართ მოწოდებული მადლობა თითოეული გადარჩენილი ადამიანისთვის იმ ბედნიერი ადამიანებისთვის იმ მოშურნე ადამიანებისთვის იმ ღმერთის სულით მართული ადამიანებისთვის რომლებიც ღმერთმა მოიყვანა ჩვენს ეკლესიაში მე მაქვს ამის გაბედულება რო თქვა რომ ადამიანები რომლებიც ღმერთს შეხვდნენ და იცნობენ და ემსახურებიან უფალს ჩვენს ეკლესიაში და სამწყსოში მათ აქვთ ამისი სურვილიც წყურვილიც და ამისი ნიჭიც და უნარიც რომ თქვენზე იშრობონ და იზრუნონ მოშურნეები არიან უანგაროდ თქვენზე იზრუნონ იმიტომ რომ ნახე როცა შენ გადარჩენილი ღმერთის შვილი გახდები და ღმერთის სული გადმოვა შენზე და როგორც დასაწყისში ვამბობდი სული წმინდის ტაძრად
ქმნის შემდეგ უფალი შენ დააფასებ იმას რაც შენმა დამ და ძმამ გააკეთა და რაც შენმა ეკლესიამ გააკეთა და შენც იქნები იმის მოშურნე რომ ადამიანებს ხსნა მიუტანო ძვირფასებო ყველამ ვიცით ძალიან ცოტა არის დარჩენილი დრო ძალიან ცოტა არის დარჩენილი დრო იესო ქრისტეს მოსვლამდე ჩვენ ხედავთ ყველა სიტუაციას ყველაფერი იქით მიდის და მთელი სამყარო ამაზე საუბრობს იესო ქრისტე მოვა მალე რას აკეთებ დღეს შენ რას ელოდები დღეს შენ და რატომ ხარ ამ მდგომარეობაში და არ გინდა შეცვლა და არ გინდა რომ უფალს მიუძღვნა შენი ცხოვრება გადადგინა ბიჭი იმიტომ რომ ეშმაკ სურს ზუსტად რომ შენ არ იყო ღმერთის შვილი არ გახდე ეშმაკის მოწინააღმდეგე როგორც კი გახდები ღმერთის შვილი ეგრევე შენ ცხოვრებაში როგორც წეგან თქვით აღიმართება ზღუდე ღმერთისგან და ეშმაკს აღარ ეკნება შენთან მოსასვლელი არ იმოქმედებს შენზე ჯადო არ იმოქმედებს შენზე ავანტყოფობა არ უნდა იმოქმედოს შენზე აბსოლუტურად არანაირმა არაწმინდა სულის ზეგავლენა მორწმუნე ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს ცუდად ყოფნას არ უნდა იყო ცუდად არსებობს კურნება არსებობს ღმერთის სულის ძალა არსებობს სასწაულები არსებობს რეალური ღმერთის სულის ცხებულება და ნიჭი რომელიც კურნავს ღმერთის შვილები ადამიანები ღმერთის შექმნილი ადამიანები შვილებს რო თავი დავანებოთ არ უნდა იყვნენ ცუდ მდგომარეობაში თუ ისინი კეთილსინდისით იცხოვრებენ ამიტომ ძვირფასებო დავეხმაროთ ერთმანეთს ნიჭები ცხებულება და ძალა სასწაულები იმისთვის არის სასწაულები ნიშნები იმისთვის არის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს განკურნება იმიტომ არის რომ შენი სხეული რომელიც არის სულიწმიდის ტაძარი უფრო ეფექტურად განკურნებული ემსახურებოდეს უფალს ეშმაკების განდევნა იმიტომ არის რომ რაც ეშმაკმა დაანგრია შენ ცხოვრებაში და წყევლა მოიტანა ღმერთის სულის ცხებულებამ და ძალამ იესო ქრისტეს სახელით Jesus Christ განთავისუფლოს სრული თავისუფლება მოიტანოს და განთავისუფლებული ჭურჭელი შეუდგეს ქრისტეს მსახურებას რაც არ შეეძლო ადამიანს რაც არ შეეძლო მედიცინას შეუძლია ღმერთს რატომ იმიტომ რომ ემსახურო ღმერთს ემსახურო უფალს ამიტომ ნიჭების ვიფასებო ცხებულება ძალა თუნდაც ძალთა ქმედება ხალხს უკვის ხოლმე რატო ვარდებიან რატო იქცევენ ადამიანები ის იკითხე ჯერ ვინ წააქცია მე წავაქცია ადამიანმა თუ სულიწმიდის შეხებამ წააქცია ჯერ ეს იკითხე ეს სასწაულია რომ ადამიანს ფიზიკურად ეხება სული რომელსაც ვერ ხედავ შენ ვერ ხედავ და თუ არ გწამს ამ დროს ეჭვებით და რაღაცა სისულელი ფიქრებით მოგდის რა სულია ეშმაკია საიდან არის როგორ არის მაგრამ წარმოიდგინე ღმერთის სული რომელიც პავლე მოციქულს და მის თანამხლებს მოეფინათ ყველანი მიწაზე დაეცნენ მაგრამ ერთი ადგა შეცვლილი ნახეთ დაცემის შემდეგ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში ეს იკითხე რა იგრძნო მან რა მოხდა მის ცხოვრებაში რო წამოდგა რა განცდა ჰქონდა როგორ გაიარა ღმერთის სულის ძალა აი ამ ერთი შეხებით უბრალოდ ორი შეხებით და 12 წამში მოხდა ეს ორი ასეთი წაქცევით გადმოვიდა ცხებულება ჩემზე როცა ცხებულმა ადამიანმა ილოცა მნიშვნელობა არ აქვს ვინ ილოცა და მნიშვნელობა არ აქვს ვიზე ილოცა ამ შემთხვევაში თუნდაც ჩემზე არის ეს ვიდეო და დევს ინტერნეტში ნახეთ მნიშვნელობა აქვს იმას ვინ გცხო და რა გადმოვიდა შენზე და ამის შემდეგ ნაყოფი რა არის აი ამ სულის ცხებულების და ძალის ხვდები ამიტომ ადამიანებს ვისაც სულიწმინდა შეგხებიათ ვისაც სულიწმინდა გეხებათ ვინც აი ამ წუთას თუნდაც გძნობთ სულიწმინდის ცხებულებას ძალას თანდასრებას იყავით მგძნობიარეები სულიწმინდის მიმართ იმიტომ რომ წეგან დასაწყისში ვამბობდი ადამიანები ინსტიტუტებს თეოლოგიურს სასულიეროს იმიტომ ამთავრებენ რომ სულიწმინდასთან ურთიერთობა ისწავლონ და თუ ადამიანებმა სულიწმინდასთან ურთიერთობა არ იციან იმიტომ რომ ასე წერია ღმერთი არის სული და იესო ქრისტე როცა მოძღვარს იუდეველთა მოძღვარს ელაპარაკება მას ეუბნება სულიწმინდა ეს ქარია როგორც ქარი ესეთია
ხედავ ქარს, ვერ ხედავ მისი მოქმედება ხო ჩანს, ხედავ ფოთლების ჭრიას და თუ ძლიერად უბერავს, უფრო ძლიერი გამოვლინება არის. ეს არის როგორც ქარი, სული არის ის მოქმედი, რომელიც რეალურად მოქმედებას გაჩვენებს, მაგრამ ვერ ხედავ და არ ჩანს და ჩვენ ხედავთ, როცა 50 დღე იყო, მერგასი დღე, როცა მოციქულები ერთად იყვნენ, როგორც ძლიერი ქარიო. რატომ არის ეს შედარება ხალხო? როგორც ძლიერმა ქარმა დაბერა, ასე აიუსო მთელი სახლი. გონიათ, როგორც ძლიერი ქარის ხმა აიუსო მთელი სახლი და გადმოვიდა სულიწმიდა მათზე. იწყეს ენებზე საუბარი, ენებზე ლაპარაკი. დაიწყეს ლაპარაკი, შეშინებულები იყვნენ მანამდე, მაგრამ ისე აიუსნენ ღმერთის სულით, ჩადიან დაბლა, გარეთ გადიან და სულიწმიდის ლაპარაკს არ აჩერებენ. მოქმედებები ქონდათ ისეთი, რომ ხალხი რატო ამბობდა, რომ თვრალები არიანო, დაუფიქრდი, წაიკითხე კრიტიკოსი, როცა ადამიანი ასამართლებს ამას, რატო თქვეს, რა საბაბი ქონდათ, რომ მოციქულებზე ეთქვათ, ესენი არიან მაჭრით დამთვრალები და მაჭრით დათრობა ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი სიმთვრალე კი არა, თავში საერთოდ არეული აქვს, გაბრუებულები არიან, იმიტომ რომ ფეხზეც ვერდგან ხო ხედავთ, ყრიან, დაბლა წვანან. იმიტომ რომ ერთად გზე პირდაპირ წერია 12-თაგან ყოფი პეტრე წამოდგაო. ეს წამოდგა ნიშნავს, რომ ადამიანი ან იჯდა, ან მიწაზე იყო დაწოლილი. წამოდგაო არ წერია, რომ მდგარი იყო და ლაპარაკობდა. არა, ან გაგზილა ლაპარაკი, ან სიმაღლეზე ავიდეს. წამოდგა, ხედავენ როგორც თვრალები ესენია და სულიწმიდით აუხსებულები ლოცულობდნენ. ამ დროს ხალხი გებულობს, სხვა ხალხი გებულობს თავის ენაზე, რომელზეც იშნენ, რასაც ლაპარაკობენ, ღმერთის სადიდებლებს ლაპარაკობენ. ამიტომ პავლე მოციქული არის ადამიანთა ენები კორინთელთა წერილში და არის ანგელოზთა ენები. ანგელოზთა ენები მარტოზეცას ესმის, ანგელოზებს ესმის, ღმერთს ესმის. ადამიანთა ენები შეიძლება ადამიანთა ენებზე აგალაპარაკოს ღმერთმა და ადამიანებმა გაიგონ. დიდება უფალს. მადლობა ჩვენს ძვირფასობას, ძვირფასებო ყურადღებას ვამახვილებთ ძალიან ბევრ რამეზე. გამოვყოფ იმას, რომ სულიწმიდის ტაძრები ვართ ჩვენ. სულიწმიდის ტაძარი არის შენი სხეული და მიეცი საშუალება ღმერთს, რომ როგორც ფიზიკურს იყენებს, ისე გამოგიყენოს მთლიანად შენ. ისე იყო კურთხევა, ისე იყო კურთხევის მომტანი, ნუგეშის მომტანი, სიცოცხლის მომტანი, სიცოცხლის სიტყვის პრობელები გვქვია, ჩვენ ასე გვეუბნება სახარება, სიტყვის პრობელები ხართ. გავცეთ ეს სიცოცხლე, რომელიც ძვირფასმა უფალმა მოგცა იესოს სახელით და იყოს ნაყოფიერი. ეს ჩართვაც, ეს 1 საათიც, რაც უფალს დაუთმევთ და თითოეულ თქვენთანაც მადლობას გიხდით, რამდენი ადამიანიც იყავით და ხართ შემოსულები და ხედავ, რომ საკმაოდ ბევრი ხართ და ღმერთმა გაკურთხოთ თითოეულ თქვენთაგანს, ოჯახებს გიკურთხებთ, შვილებს, ახლობლებს, შობლებს, ნათესავებს, შვილიშვილებს, ყველას, ვინც შენს ოჯახში არის, ვაკურთხებთ და ვლოცავთ თითოეულ ადამიანს და ეხლა ჩვენ გვინდა რომ ვილოცოთ განკურნებაზე, განთავისუფლებაზე, მონანიებაზე. ეს სამი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის. თვითონ პირველ რიგში მოდი მონანიება უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ადამიანი მონანიების შემდეგ ღებულობს კურთხევას. შემდეგ უნდა ვილოცოთ საჭიროებებიც არის მოსული. განკურნებას ითხოვენ, ზოგი ავარიაშია მოყოლი, ზოგ სხვადასხვა პრობლემები აქვს, სხვადასხვა ავადმყოფობა. იესო ქრისტეში არის განკურნება და ამას ადამიანი არ აკეთებს, ამას აკეთებს ღმერთი. და ასევე უნდა ვილოცოთ განთავისუფლებაზე, რაც ეშმაკმა შეკრა. იესო ქრისტეს სახელით მოვიდეს ყველა ბორკილის დამსხვრევა. იესო ქრისტეს სახელით. მოდი ორი სიტყვით გავაკეთოთ. მონანიება. შენ თუ არასოდეს არ მოგინანიებია და ღმერთისთვის არ გადაგიცია თავი. დაიმახსოვრე დღევანდელი დღე. დღეს შენ ცხოვრებას აძლევ უფალს. როგორც კი იტყვი, ღმერთო, მაპატიე ჩემი წოდები. გაიმეორე ეს სიტყვები. ღმერთო, მაპატიე ჩემი წოდები. მე მინდა რომ შენ გემსახურო, შენი ძვირფასის სისხლით წაშალე ყველა ჩემი დანაშაული და მიმიღე შენი შვილების რიცხვში. როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვი გულწრფელად, იცოდი ღმერთმა მიგიღო, ოღონდ აღარ შესწოდო, აღარ შესწოდო რომ რამე უარესი არ დაგემართოს. ამის შემდეგ შენ ხარ ღმერთის შვილი და შენზე ზეგავლენის მოხდენა, ძვირფას სულიწმიდას თან დასწრებით, მისი სულის ძალით შეუძლია. ამიტომ ახლა ვილოცოთ.
განკურნებაზე, ყველაფრისაგან, ყველა ავადმყოფობისაგან, ყველა მდგომარეობისაგან, ყველა უიმედო მდგომარეობისაგან, შიშის მდგომარეობისაგან, უიმედო მდგომარეობა არსებობს იმედი ღმერთში. გამოითხოვე შენი იმედი, იმიტომ რომ ღმერთი გაძლევს სიცოცხლეს იესოს სახელით. All Jesus Christ, მოდი ვილოცოთ. ვინც ხართ მორწმუნეები, ძვირფასი ვაივსეთ სული წმინდით, ილოცეთ ენებით და ვილოცოთ და ვიშვამდგოლოთ განკურნებაზე მრავალმა ადამიანმა დღეს უნდა მიიღოს განკურნება. დაიდე ხელი შენს მტკივან ადგილზე, აი ამ წუთას. იესოს სული არის შენთან და ეს არის მკურნალი სული. სიტყვას ისმენდი ღმერთისა, რომ განკურნება მოსულიყო, განთავისუფლება მოსულიყო, კურთხევა მოსულიყო. ამიტომ იესო ქრისტეს სახელით, აი ამ ტკივილს, რომელიც აი ამ წუთას შენს სხეულში არის, უკრძალავთ მოქმედებას იესო ქრისტეს ჭრილობებით. ჩვენ ვართ განკურნებულები, ვაღიარებთ, სულოწმინდაო, ყველა ტკივილი შენ აზიდე ჯვარზე. იესო ქრისტეს სახელით, Jesus Christ or კომპრამანაში დარაკა, იესოს სახელით, უკრძალავთ ეშმაკს, უკრძალავთ, იესოს სახელით, ყოველგვარ უძულების სულს, ავადმყოფობის სულს, უკრძალავთ მოქმედებას. იესო ქრისტეს სახელით, Jesus Christ, ვაცხადებთ სულის ძალას და ცხებულებას იესოს სახელში. Name of Jesus Christ, all koframan, dere bere de shada, Elohim by Dora kafaradas. Iesos sulis zala, da ცხებულება სრულად კურნავს. იესო ქრისტეს სახელით. ასე ყველას ვისაც განთავისუფლება ჭირდება. ყველანაირი მავნე ჩვენისგან. ეს სასმელი დამოკიდებულება იქნება, სიგარეტზე იქნება, ნარკოტიკებზე იქნება დამოკიდებულება, აზარზე დამოკიდებულება იქნება, მრუშობაზე დამოკიდებულება, ქურდობა, ტყუილი. იესო ქრისტეს სახელით. ყოველგვარი დამოკიდებულება. იესო ქრისტეს სახელით. Jesus Christ. Ho fire dromana da shinda la keberofana da dora camperega. Jesus name. Jesus name. Jesus name. Come. Elfai dorka. იესოს სახელით. ყოველგვარი ბორკელი მონობის. ყოველგვარი მავნე ჩვევის, ყოველგვარი ცოდის დამსხრეული არის. აღდგეს ურთიერთობები. აღდგეს ოჯახები. იესოს სახელით. აღდგეს ურთიერთობები. Jesus Christ. ფაერდორკა, მოვიდეს პატიება, მოვიდეს შერიგება, მოვიდეს სიცოცხლე და სიხარული იესო ქრისტეს სახელით. ასევე ყველანაირი წყევლა, ყველანაირი არაწმინდა სულის ზეგავლენა, ყველანაირი დემონის შეპყრობილება იესო ქრისტეს სახელით. Jesus Christ, დატოვე ამ წუთას. დატოვე სხეული იესო ქრისტეს სახელით. Name of Jesus, კროფარა და შიდარაკა. იესოს სახელით გიბძანებ. დატოვე ეს სხეული იესოს სახელით. Name of Jesus Christ. Fire drokama. იესოს სახელით. ყოველი შემძლეუფლის ძალით. ყოველგვარ წყევლას, ყოველგვარ დემონის ზეგავლენას უკრძალავთ მოქმედებას. იესო ქრისტეს სახელით. Fire ოქრემბიშდერკას. სრული თავისუფლება. შენს ოჯახზე, შენს ოჯახის წევრებზე სრული თავისუფლება და კურთხევა. იესო ქრისტეს სახელით. Amen, amen, amen. Hallelujah, დიდება უფალს. ღმერთმა გაკურთხოთ ძვირფასები, უფლის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც იყავით ჩვენთან ერთად, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და იცი რომ ვინმესთვის აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება ეს სიტყვები, რაც შენ მოისმინე, შეგიძლია გაუზიარო, გააზიარო შენს გვერდზე, რომ ადამიანებმა მიიღონ კურთხევა, რადგან როგორც გითხარით 30 დღეში იშლება ყველა ლაივი. ღმერთმა გაკურთხოთ, ილოცეთ ჩვენთვის და იცოდეთ ყველა მსახურება, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და უფლისგან გვაქვს მონდობილი, იქნება კურთხეული თქვენი შუამდგომლობით და თქვენი ლოცებით. უფალმა დაგლოცოთ იესოს სახელით. Amen, amen, amen.